ძვირფასო მეგობრებო, იუმორინაში გაჩნდა ახალი რუბრიკა, ერთი პაროდისტის თეატრი. თქვენის ნებართვით სცენაზე მინდა მოვიწიო იუმორინას პოპულარული მსახიობი ბატონი მერაბ გეგეჭკორი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალ წელს. მერაბ, ვინაიდან 2016 წელი არჩევნების წელია და შესაბამისად ძალზე პოლიტიზირებული წელიც, შენ დაგევალა პაროდიულ ფორმატში გაგეანალიზებინა ამ 25 წლის მანძილზე რა გზით ვიარეთ და რითი მოვედით ამ არჩევნებამდე. აბა, მზადა ხარ თუ არა მზადა? როგორც ერთი ჩემი კომიკური პერსონაჟი იტყო და გამოვცხადი მომზადილი. დავალება შესრულებულია. თანაც ლექსად და ქვია 25 წელი 5 წუთში. ანუ იუმორინას გამოკითხვის შედეგები. რას ფიქრობს ხალხი? აი არა, ენდიაი, სანდუ აი. დავიწყო? დაიწყე. კომუნისტების დრო იყო გმართავდა რუსი ივანი. თუმცა ჩვენი ცეკა გაგვაჩნდა თავის პირველი მდივანით. რასაც მოსთხოვდნენ ჩაქონდა, არ სურდა რუსთან კამათი, მაგრაჭრის პოლიტიკაში სკოლა და აღზრდა მამათის. მამათის სკოლა უზახეს შენდა. ყველა ჩემი მეგობარი იყო. კოლი, გეშერი, შულცი, ბეიკერი, მამაბუში, შვილიბუში, ეზბუში ცოტა ურშრის. გურლა თლაგაირამეს არ ნიშნავს, მაგრამ კიდო გაი. ბუშებმა არ იცოდნენ ეს. დაჰპერასიომ თავისუფლების რომ შევნატროდით მუდამ შორიდან საქართველოში საბედნიეროდ ძლივს ეროვნული ძალა მოვიდა. თავისი ეროვნულობით რა დააშავა ასეთი ზვიაც ორივე ერჩოდა ამერიკაც და რუსეთიც. ამ ორი ძალის დაძლევა ზღაპრა დართმულა არაკად. უკან არ დაუხევია და შეეწირა ზვარაკად. სამაგიეროდ ედუარდს მადლი წყალობდა მამათის. მეორედ მოსვლა ჩვენ თხოვეთ არ უნდა ამას კამათი. თან მხარდაჭერაც ქონდა იმათიცა და ამათიც. ისტორიასაც შემორჩა როგორც მშვიდობის მჭედელი. აქ SSR-ი დაშალა, იქით ბერლინის კედელი. როლების განაწილება ისევ დაიწყო თავიდან და პოლიტიკურ სცენაზე თუ კიტოვანი ავიდა. დეკორაციის გარეშე პიესას გაუჭირდება, ასე რომ თეატრს მხატვარი აუცილებლად სჭირდება. თავარ სარდალი ეთქმოდა უფრო ცინიკურ ასპექტით. თლად მოასოდომ გომორა ჩვენი მთავარი პროსპექტი. კიდევ კარგი რომ ქალაქი სულ ბოლომდე არ დაიქცა, მალე ეს მხატვარ სარდალი შუა რუსეთში გაიქცა. ვის უნახია სიკეთე სამოქალაქო ომიდან? ჩვენ ოქროს ხანას ველოდით და ჯაბახანა მოვიდა. შავი სამყაროს ყოფილი სარდალი და გენერალი როგორც ზურგს უკან ეძახდნენ ეკანონიერი მწერალი. და ხა კაცო დემოკრატია ლობიობა კი არა, დემოკრატია ტკიცე ხელი ჭირდება. ეხლა ბათ რო კითხო ვინ დავიჭიროთ ჯაბა, კიდევ ვინ დავიჭიროთ ისევ ჯაბა. კარგი რა კაცო, ვინც ხალხს გიშლის ის უნდა დაიჭირო. ვინც გეხმარება ის კი არა, ცირკია, ურიკინებენ. იქით აფხაზეთს კარგავდით ყოველ წუთს, ყოველ წამიერ. აქეთ ასლანი მღეროდა ასლანურ მრავალჟამიერს. ეს ოხერი პოლიტიკა ბინძურია მართლაც განა. ვინც კი ერთხელ ჩიისვარა, მერე ვეღარ განიბანა. ახლაც მოდის არჩევნები, ჩვენ რო ქონდა იმისთანა, ჩემ გარშემო მლიქნელები გროვდებოდნენ თანდათანა. იწყებოდა პირფერობა, ასლან შეხარ 1000 ამისთანა, იმისთანა, გვირჩევნი ხარ მთელ ქვეყანას. მისას რო გინაღდებდნენ, ქიკარბოდნენ განდაგანა. ამის თანებს ერთ ადგილას უნდა შულიპო ბაბაიდანა. აბა და როცა იდგა ბნელი უკუნი და მსიბნელეს ბოლო არ უჩნდა, პოლიტიკაში მოულოდნელად ერთი მაღალი ბიჭი გამოჩნდა. გაგვიძღვა რათა გველეშაპისგან დაგვეხსნა ჩვენი მიწა-წყალია, ვარდით აიღო ქაჯეთის ციხე და ედუარდის ჩაიდალია. თავზე გვირგვინით, ხელში ვარდებით, ტახტზე დააბრძანდა ვითარც კრონოსი, როგორც ამბობენ სოროსი იყო ამ წარმოდგენის რეჟისოროსი. ყველა ციხეში არავითარი ტოლერანტობა. ყველა ციხეში ვინც ვერ გაიქცა. ჭკნარი ვარდები იქცა ცოცხებად
დრაკონის მკვლელი დრაკონად იქცა. ვერაგვარი და ომი რუსეთთან, ამასაც იტყვის მე ისტორიე, რა ტაშპანდური გამართა ნეტა, როცა კარგავდით ტერიტორიებს, გაზულუქებულ მონარქის დარად, დაგრიალე და საფრთხეს ვერ გრძნობდა, საბოლოოდ კი დაამხო იმან, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა. გიცნობ ბიჟა, გიცნობ, აი ერთ-ერთი გიცნობ, როგორ გიცნობ, სადაც არ უნდა გაიქცი, მაინც გიცნობ. გაჭირვებისგან აღარ გვაქვს ხელი და გული გაშლილი, ღარიბ ქვეყანას თავკაცად უხდება ღარიბაშვილი. გითახმებით? ის დამთხოვე სიმბოლურისა და სენსიტიურიც. ამიტომ მე პირობას ვეძებ ჩემს ხალხს და ბატონ ბიზნესსაც. ვიდრე საკათოლიკოში ერთი ღარიბი მაინც იქნება, ღარიბაშვილი არ გადადგება. აი ყველანო გამდიდებით. თქვენ მე მეტყვით მადლობას და მე ბატონ ბიზნესს. მე რეწავალ და მივხედავ შვილებს და შვილიშვილებს. მანამდე კი ბევრი რამ გასაკეთებელი. ხოდა ბატონო დროზე გააკეთე ჩორებ. ხომ ხედავ ნაცები ქოჩებს დასჭინიან, უნიათოები ხათო, ჩვენი დასჭა ვერ მოახერხეთო. ანუ მიგონიშნებენ, ჩვენ აგვირჩიეთ და ხო იცი რა მაგარი დასჭა ვიცით, ჩოჩხებს არ მოგაკლებთო. ამათ კაცო ჩვენ მაზოხისტები გონივართ. არა ბატონო. ანდა რა რამდენი პარტია? პროევროპული, პროაზიური, პრორუსული, პროამერიკული, პროქართულ სახელადაც არავინ ერქმევს. ჩვენია თუ რაშია კაცო საქმე. ხოდა ამის პასუხს პოეტ გოჩა ხარანაულის ერთ ლექსში ამოიკითხავთ. ვიცი ევროპა, ვიცი აზია, შტატებიც ვიცი, მათ თუ გემოთი, მაგრამ თუ ქართველს თავზე აზიან, სულ ყველას დედაც მორიგეო. აზია ეს. და ბოლოს სახიობებით ახლით თუ ძველით წინ ახალ სპექტაკლებს ველით. კარზე მოგვადგა როგორც ახედავთ ეს 2016 წელი. თუ სამართალი არ აღადგინეს, თუ ყველაფერი ძველი გზით წავა, ხალხი სამართალს თვითონ იპოვის და პარტერიდან სცენაზე ავა. მადლობა.